ქართული ოცნებას საკონსტიტუციო სარჩელით ნაციონალური მოძრაობის ლელო ძლიერის საქართველოსა და კოალიციას ცვლილებისთვის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებისას ისარგებლეს ორი კრიტერიუმით: რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება და რამდენად უქმნის კონკრეტული პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით თუ პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას. საკონსტიტუციო სარჩელით ოცნება არ მოითხოვს საკრებულოში ლელოს არჩეული დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას. ლელოს გაუქმების შემთხვევაში ისინი დამოუკიდებელი წევრები გახდებიან. ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია და წარმოგიდგენთ პარტიებს მათი პარტიების რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებული დასახელების მიხედვით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა. მეორე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა. მესამე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, ძლიერი საქართველო, ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია, დროა და გირჩი, მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული. აგრეთვე კი ევროპას სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით, არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ცესკოს მონაცემებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 4 პარტიამ გადალახა. ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოში მათგან მხოლოდ ერთ პარტიას, გახარიას საქართველოსთვის არ უჩივის. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია გახარიას საქართველოსთვის მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო. მათ მიმართ მთავარი დამოუკიდებლობის თვლი, რომ ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნილება. პირველი ეს არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთებულობა და მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. გახარია საქართველოს პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა საბოტაჟი არჩევნების, თუმცა მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ კი განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებენ და დღეს განაახლეს კიდევაც საქმიანობა, ამ ხრივ ასე ვთქვათ, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოგუჩავა ქართული ოცნების მცდელობას ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანების ახალშესაძლებლობად განიხილავს. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმ პარტიებთან ერთადაც გააგრძელებს ბრძოლას, რომელსაც ქართული ოცნება გაუქმებას უპირებს. აქამდეც ვამბობდით, ახლაც შემიძლია გავიმეორო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის კენგურუ სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო წოდებული, რომელ პარტიას გააუქმებს და არ გააუქმებს. პარტია არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ერთი მიზნების ირგვლივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იბრძვის უკეთესი ევროპული დემოკრატიული საქართველოსთვის, სადაც მოქალაქეებს აქვთ თვითრეალიზაციის და კეთილდღეობის შანსი და ამ იდეისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის იმ პარტიებთან ერთად, რომელსაც ივანიშვილი გაუქმებით ემუქრება. პირიქით, ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობის შანსი იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ
ერთიან ფრონტში, ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენი ერთიანობით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ ეს მხოლოდ შესაძლებლობა შეგვიძლია ვაქციოთ და ერთადერთი რაც ნამდვილად და უტყუარად აიკრძალება იქნებიან პაპუაშვილი და ივანიშვილის სხვა ამბსონები, რომლებიც აიკრძალებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვეღარასდროს შეძლებენ თავისუფალ ევროპულ სივრცეში შესვლას, რომლებსაც ასევე არ ასწდებათ სხვა ტიპის სანქციები. ლელო ძლიერი საქართველოსთვის აცხადებს, რომ ქართული ოცნების საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად გამარჯვებისთვის ბრძოლას მაინც გააგრძელებენ. პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის თქმით, რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური პარტიები, მათთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც წინააღმდეგობის გზას აუცილებლად მოუძებნიან. ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ დემოკრატიას მიეყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები. მათ შორის პოლიტიკური კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის კოალიცია ძლიერი საქართველოს და ლელოს სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი იმ მუხლების წინააღმდეგ, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სახით. მე ახლა ვდგავარ ჩვენს გუნდთან ერთად. მთელი საქართველოს მასშტაბით ლელოს და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის თენგო თევზაძის განცხადებით კი ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიუხედავად გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა ხელისუფლებაში ეროვნული ძალები მოვიდნენ. თავარი ბრძოლა არის პოლიტიკური. რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ აკრძალოს ოპოზიცია საქართველოში და მასთან დაკავშირებული ადამიანები. რაც დღეს ვნახეთ ბრიფინგზე. ის რაც ვნახეთ ბრიფინგზე არის პოლიტიკური განაცხადი, მას შემდეგ რაც სარჩელს გავეცნობით, აუცილებლად შემდეგ გვექნება ჩვენ შესაბამისი სტრატეგიაც და შესაბამისი ქმედებები. აუცილებელია ერთი რამ ვიცოდეთ. არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რასაც რეჟიმმა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და გადაწყვიტა გააუქმოს ეროვნული ძალები და მილიონამდე ამომრჩეველს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ ყავდეს პოლიტიკაში სასურველი პოლიტიკური პარტიები. ყველაფერს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან საქართველოს ისე როგორც არასდროს ჭირდება ერთიანობა და ძლიერ სახელმწიფო ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებლად მოხდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და საქართველოს რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართვებს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ბრძოლა იქნება ბოლომდე საქართველოს გამარჯვებამდე. შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ის გმობს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც ზურაბიშვილის განმარტებით მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ოცნების, ხალხის ძალისა და ევროპული სოციალისტების სახელით შედის. ოცნების განცხადების თანახმად კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება წულუკიანის კომისიის მიგნებებს და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. მანამდე ოცნებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციის პრინციპების დამღებ პარტიებთან დაკავშირებულ პირებს ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ, თუმცა საკონსტიტუციო სარჩელში ინდივიდებთან დაკავშირებით ჩანაწერი არ იქნება. ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 36 მუხლს მეორე პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი საქმიანობის არსი და შემადგენლობა არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს საქმიანობის არსს და
პერსონალურ შემადგენლობას. კანონპროექტის ავტორების თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებით თუ კონკრეტული პარტია იგრძელება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩევლები, მაგალითად საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში.